პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ თეატრში რაღაც გარკვეული ახალი ეტაპი იწყება. ახალი ეტაპი იწყება ეს მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ კაშია მოწვეული რეჟისორია, არამედ საერთოდ რაღაცა დიდი პაუზის შემდეგ თეატრი იწყებს ახალ ცხოვრებას. და აი სპექტაკლი, რომელიც ეხლა ჩვენ ნახეთ, თავისთავად არის რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეიძლება კრიტიკული შენიშვნები მქონდეს, მაინც ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია, ბევრი შრომაა ჩადებული, ძალიან საინტერესოა სცენოგრაფია და გადაწყვეტა, რომ აბსოლუტურად სხვა გარემოში ხვდება დარისპანიც, მართაც ეს პერსონაჟები ხვდებიან იქ, სადაც ყველაფერი იყიდება. და ეს ეთყობა კიდევაც გაფორმებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება არა მართას სახლში, არამედ მართას მაღაზიაში. ასე ვთქვათ, ტუფლების მაღაზიაში, სადაც იყიდება არა მხოლოდ ფეხსაცმელი, არამედ იყიდება ქალიშვილები, ქალები იყიდება იმ გაგებით, რომ უბრალოდ კი არ ყიდიან, არამედ ცდილობენ რამენერად გაათხოვონ ისინი და ამით ოჯახი გაანთავისუფლონ ის მათი იქ ყოფნისგან, იმიტომ რომ თვითონ უკვე სამი შვილის პატრონი იმერელი აზნაურები ვეღარ ახერხებენ მათ რჩენას და ერთადერთი იმედი აქვთ, რომ ისინი გათხოვდებიან და ოჯახში, სხვა ოჯახში წავლენ და იქ მიხედავენ და იქ გადარჩებიან აი ამ ძალიან მძიმე ცხოვრებას. მე მაინც ვარჩევდი, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო, მაინც როდესაც ჩვენ კლდიაშვილთან გვაქვს საქმე, ეს არის საქართველოსთვის კლასიკა და უფრო ახლოს ყოფილიყო კლასიკასთან, უკეთესი იქნებოდა და ის ახალი ნიუანსები, რომელიც შემოდის, ახალი ინტერპრეტაციები, თანამედროვე ცხოვრებაში გადატანის შემთხვევაში იკარგება ის მთავარი, რაც თვითონ კლდიაშვილს აქვს თავის ნაწარმოებში. ამდენად, როდესაც ამ კლასიკას ვიღებთ, მის ინტერპრეტაციის შემთხვევაში უნდა ვიყოთ ცოტა ფრთხილად და უფრო მეტად უნდა შევინარჩუნოთ ავტორისეული აზრი და ავტორისეული ტექსტი.